Გაიმახსოვრეთ, რომ არც ერთი უნივერსიტეტი და არც ერთი შემრჩევი კომისია არ მუშაობს იმაზე, რომ როგორმე კანდიდატი ჩაჭრან და ცუდი შეფასება მიიღოს. ამიტომაც ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაკლდება რაიმე დოკუმენტი ან არასწორად შევავსებთ რომელიმე ფორმა, ამის გამოსწორების შესაძლებლობას გვაძლევენ. თუნდაც შეიძლება სამოტივაციო არასწორად გქონდეს დაწერილი, ამაზეც მოიწერებიან და გვეტყვიან, რომ სამოტივაციო არასწორად დაწერეთ. რა თქმა უნდა, ეს ეხება ევროპულ უნივერსიტეტებს და არა იმ პროგრამებს, სადაც ქართველები არიან ჩართულები, როდესაც ძალიან დიდი კონკურსია და ვთქვათ, ცდილობენ თუ რამე დაგაკლდა საბუთი, ამის მიხედვით გაცხრილონ ადამიანები. ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ ის ინსტრუქცია, რომელიც არის ვებგვერდზე მოცემული, ან რომელსაც გამოითხოვთ ბროშურის სახით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და თუ იქ წერია, რომ სამოტივაციო წერილი უნდა იყოს 250 სიტყვიანი, არ უნდა გავაკეთოთ არც 260 სიტყვიანი. შეეცადეთ მიყვეთ ინსტრუქციებს, რომელსაც უნივერსიტეტი გვაწვდის. ეს დანაშაული არ იქნება, მაგრამ უნივერსიტეტი ჩათვლის, შემრჩევი კომისია ჩათვლის, რომ თქვენ ელემენტარულ ამ ინსტრუქციას არ მიყვებით, ესე იგი ორგანიზებულობასთან დაკავშირებით გაქვთ რაღაც პრობლემები. წარმატებებს გისურვებთ, გავუზიარეთ ეს ვიდეო მათ, ვისაც ევროპაში ან ამერიკაში უნდა სწავლონ.